მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. რა ვიცი, იმდენჯერ ილაპარაკეს იმის შესახებ, რომ ჩელიაბინსკში ხوار გინდათ გაიღვიძოთ, ჩელიაბინსკში ხوار გინდათ გაიღვიძოთ, რომ თელმა დასავლეთმა მეგობრებო ჩელიაბინსკში გაიღვიძა. ისეთი გაცხადებები კეთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგეთი გაცხადებები ვიარ გამიკეთები ამ გადაცემაში, ისედაც გვაბრალებენ პრორუსობას. და იმას რომ კრემლის აგენტები ვართ, მაგრამ არ ვიცი, ეხლა ტრამპზე ვერ იძახიან რომ კრემლის აგენტია და პუტინის აგენტი, მაგრამ ლანძღვა და თათხვა გამოწერილი აქვს ტრამპს. და ყველაზე უფრო მიხარია ის, რომ აი ჩვენ რო გვდებდნენ ეს სლავა უკრაინშიკები ბრას, რომ თურმე ჩვენ უკრაინისთვის ცუდი გვინდა, რომ ჩვენ სამშობლოს მოღალატეები ვართ, რომ ესე იგი ამ ომში მხარს არ უჭერთ უკრაინელებს. დღეს ტრამპი პირდაპირ ადანაშაულებს ზელენსკის, რომ ის ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ომისთვის, მის მიერ მითვისებული იქნა, რომ მან მიიყვანა ქვეყანა დანგრევამდე. ანუ ის განცხადებები კეთდება, რასაც ჩვენ 3-4 წლის წინ ვაკეთებდით ამ განცხადებებს, ჯერ კიდე ზელენსკი სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მანამდეც უკრაინის ხელისუფლებას დაღუპვისკენ მიყავდა ქვეყანა. და დღეს ათხართ მაინტერესებს სლავა უკრაინშიკებო, სადახართ? რაღაც ამერიკის დროშები აღარა ჩანს. უკრაინის დროშები ხო გადამალეთ აქციებიდან. ამერიკის დროშები გადამალეთ და ეხა გერმანიის დროშებს ხედავ რატომღაც და ბრიტანეთის დროშებს ხედავთ. გონიათ რომ გერმანია და ბრიტანეთი უშველის თქვენ საქმეს. აი ეს არის მეგობრებო ლუსტრაცია და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა რომ ყველაფერი რაც ჩვენ ვთქვით 100%-ით ახდა. მე ვთქვი გახსოვთ ალბათ რომ მოვა დრო და ზელენსკის თავისივე ხალხი ფეხები ჩამოკიდებს მეთქი და მართლაც ეს დღე აღარ არის შორს და ესეც მოხდება. და ტრამპი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით ადრე, რომ აი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ზელენსკის, ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. ეხლა სად არის ეს ორპარტიული მხარდაჭერა? მაინტერესებს. იმ დღეს ეხა გუშინ უსმენდი ეს გუბოზ სანიკიძე გამოვიდა და ლაპარაკობდა, ახლა იმას არ იტეხავენ ეხლა ნიხს და ამბობენ რომ ნუ ამერიკა კი ეხლა განუდგა, მაგრამ ევროპასაც დიდი ძალა აქვს. ეხლა უკვე ევროპისკენ გადავიდნენ. ეხლა ტრამპის გინება და ტრამპის ლანძღვა გამოწერილია და ეხლა ამათ გონიათ რომ ამ ესე იგი გერმანია და საფრანგეთი უშველის უკრაინას. არავის არ სიამოვნებს უკრაინის დაღუპვა. და სამწუხაროა რომ ამხელა დიდი ქვეყანა, ბეღელი იყო უკრაინა მართლაც და არ ვიცი ეს იყო უმდიდრესი ქვეყანა და აი აქამდე რომ მივიდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მიიყვანა თავისივე ხელისუფლებამ. ეხლა ჩვენც ეხლა მიწაში ხوار უნდა ჩავყვეთ, ვინც კი წავა ამ მიწაშია რა. ხوار უნდა ჩავყვეთ იმ ქვეყანას, რომელმაც თვითონვე ხარაკირი გაიკეთა. და გაიკეთა უკრაინამ ხარაკირი. უკრაინა მთლიანად შეისრუტება რუსეთის მიერ და ეს ამერიკელების მიერ ნათქვამიც იყო. და მოხდება გადანაწილება მსოფლიოსი. უკრაინის კი არა მარტო მთლიანად ჩინეთი, უკრაინას, ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა გადაინაწილებენ დასავლეთს და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაც შეწყვეტს თავის არსებობას. დიდი ალბათობით შეიძლება უკრაინის ბედი გაიზიაროს ბალტიისპირა ქვეყნებმა. აი ბევრ ჭკუას გვასწავლიან ჩვენ. აი ნახავთ თქვენ მათ რა დღეში მოუწევთ ცხოვრება. არ არის გამორიცხული პოლონეთსაც იგივე დღე დაადგეს. ამიტომაც იყო რომ დონალდ ტუსკი გამოვიდა და თქვა რომ აი უკრაინის ჩაბარება და უკრაინისთვის მხარდაჭერის არ გამოცხადება და დანებება უკრაინაში ეს გამოიწვევს დასავლეთში ძალიან მძიმე შედეგებს. იციან მათ რომ მართლა მძიმე შედეგები მოყვება იმა ყველაფერს რასაც შემდგომში ჩვენ ვიხილავთ. და მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ხელისუფლება მართლაც სწორად იქცეოდა რომ ელოდებოდა ამ ტრამპის არჩევნებს და გამწვავებაზე არ მიდიოდა. იმიტომ რომ იცოდნენ მათ რაც მოხდებოდა და მოხდა ის, რაცაც რისი მოლოდინიც ჰქონდა. ფაქტობრივად
ყველაფერი ისი ახდა, როგორც ჩვენ ვარაუდობდით. ეხლა კი სრული კაპიტულაცია აქვს, სრული დეგრადირებული არის და განადგურებული ოპოზიცია, იმიტომ რომ არაფერი სალაპარაკო აღარ აქვთ. ანუ გამოეცალათ ის თემა, რომ აი ამერიკა ჩვენ გვიჭერს, რომ ამერიკა ზელენსკის უჭერს ხარს. დღეს ზელენსკი მოიხსენია ტრამპმა უკანასკნელ მასხარად და არ ვიცი, ეს კიდევ რბილად ნათქვამი არის. არც თუ ისე წარმატებული კომიკოსი და დიქტატორი. დონალდ ტრამპმა ზელენსკის როგორც გმირისა და დემოკრატიის მცველის იმიჯი დაამსხვრია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთი დღის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ზელენსკის ქმედებებით იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა. ტრამპი უკრაინის ლიდერის უმადურობაზეც მიანიშნებს. საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ზელენსკიმ ამერიკა დაითანხმა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელსაც ჩვენი ჩარევის გარეშე ვერც ვერასოდეს მოაგვარებდა. ჩვენ ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დავხარჯეთ და უკან არ გვიბრუნებენ. ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი თანხის ნახევარი არ იციან სად არის. ზელენსკი უარს აცხადებს არჩევნების ჩატარებაზე. მისი რეალური რეიტინგი დაბალია. მას მხოლოდ ის ეხერხებოდა, რომ ბაიდენს თავის დაკრულზე აცეკვებდა. იგი დიქტატორია არჩევნების გარეშე. ბაიდენს ომის დამთავრება არც უცდია. ევროპამ კრახი განიცადა. ზელენსკის კი სურს, რომ მუქთა ფულის მიღება განაგრძოს. ომს ვერ დაამთავრებ მხარეებთან საუბრის გარეშე. ის კი 3 წელი არავისთან საუბრობდა. ტრამპმა კიევი მისი სახაზინო დეპარტამენტის მდივნისადმი უხეშ მოპყრობაშიც დაადანაშაულა. ზელენსკის ადმინისტრაციას დაემუქრა და უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ეს ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსეთისგან ოკეანე გვაშორებს. თუმცა ჩვენს მიერ დახარჯულ ფულს უკან არ გვიბრუნებენ. ამიტომ შევთანხმდით იშვიათ წიაღისეულზე. სკოტ ბესეტმა სახიფათო გზა გაიარა და ჩავიდა კიევში შეთანხმების გაფორმებისთვის. მას უხეშად მოექცნენ, უარი უთხრეს. ზელენსკის კი ეძინა და ვერ შეხვდა. ფიქრობ ამ შეთანხმებას გავაცოცხლებ. თუ არა და მას აღარ მოეწონება ის, რაც შემდეგ მოხდება. უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ყოფილა და დროა ჩატარდეს. ზელენსკის გმირის ნიღაბი ჩამოხსნა ილონ მასკმაც. მან X-ზე გააზიარა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ვიდრე ფრონტზე ბავშვები იღუპებოდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ვოგის ფოტოსესიაზე პოზირებდა. მასკმა ზელენსკი უკრაინის ციხეში ამერიკელი ჟურნალისტის გონსალო ლირის მოკვაშიც დაადანაშაულა და მისი, როგორც პრეზიდენტის მანდატი ეჭვქვეშ დააყენა. ზელენსკი უკრაინელი ხალხის ნებას ვერ წარმოადგენს, თუ კი პრესის თავისუფლებას არ აღადგენს და არჩევნების გაუქმებას არ შეწყვეტს. სიტყვათა ომის მიუხედავად ზელენსკი ამერიკის პრაგმატიზმსა და იმ ევროპელ ლიდერებზე ამყარებს იმედს, რომელთაც მის ლეგიტიმაციაში ეჭვი არ შეაქვთ. იმედი მაქვს უკრაინელების ერთიანობისა და სიმამაცის, ევროპის ერთიანობის და ამერიკის პრაგმატულობის. უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა. სიმართლეა, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არჩეული სახელმწიფოს მეთაურია. ფაქტი, რომ სათანადო არჩევნები ვერ ჩატარდება შუა ომში, თანხმდრაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს. ზელენსკის დიქტატორად შერაცხვას არც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ეთანხმება, თუმცა ილონ მასკის სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ იმ არგუმენტს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დიქტატორის სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რადგან მან გადადო არჩევნები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები, დაიჭირა ოპონენტები, მედია კი ხელისუფლების კონტროლს დაუქვემდებარა. ეს არის განაჩენი ტრამპის მიერ გამოტანილი განაჩენი, არა მარტო ზელენსკისათვის, არამედ აი იმ შოლცისათვის, მაკრონისათვის, იმ დასავლეთის ლიდერებისათვის, რომლებიც ხვალ უკვე აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ეხლა მათი ეს წყავწყავი და მათი ერთგვარი მხარდაჭერა ზელენსკისადმი, ეს არის უბრალოდ სიმართლე რომ გითხრათ, აი ორთქლის გამოშვება და არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელი არის, დასრულებულია, ნაცმოძრაობაც დასრულდა ამ ყველაფერთან ერთად. იმიტომ რომ აი გახსოვთ ეს ამერიკული დროშები, ტრამპი დრო თითქოს ხარს უჭერს მათ და აი იმ პოლიტიკას, რომელიც წარმოებს, ყველაფერი დამთავრდა. ამით ჩვენც დავისვენებთ, სოფლიოც დაისვენებს და ყველა დაისვენებს, იმიტომ რომ აი გასაგებია უკრაინელებისთვის ძიმე იქნება, მაგრამ საქართველოს გადარჩენილი არის. აი ის რომ ნერვიულობდი თქვენ და შიშიკოდათ, აი ხვალ რაღაცა იქნება, დამთავრდა, აი ყოველგვარი
ეჭვები ხვალინდელი დღისა, ყოველგვარი მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა ცუდი მოხდება, ამით დასრულდა, იმიტომ რომ გამოეცალა ყველანაირი ძალა ოპოზიციასაც საქართველოში და მსოფლიოშიც ის პროცესები წავა, რომელიც პირიქით გააჯანსაღებს ყველა პროცესს, რომელიც უნდა წარიმართოს ქვეყნების დემოკრატიზაციისაკენ. დღეს უკრაინაში არის მართლაც კაციჭამია რეჟიმი, რომელიც ანადგურებს თავად უკრაინელებს და ყოველი დღე არის არნახული მსხვერპლი უკრაინისათვის და ამაზე აღშფოთებული ეხლა რაც ხდება მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე გაბრაზებული ჩვენი ოპოზიციის ლიდერები, აი ნახეთ რა განცხადებებს აკეთებენ ძვირფასო მეგობრებო. დასავლეთები თავისუფალი სამყაროს ლიდერის წინააღმდეგ. ამერიკული Facebook-ის ქართული გვერდი ამერიკის ახალი პრეზიდენტის კრიტიკამ მოიცვა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სრულ ისტერიაში არიან. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა და დიქტატორად მოიხსენია. ახლა ოპოზიციურად განწყობილ ქართულ საზოგადოებაში ყველა გლობალური პოლიტიკის ექსპერტია. პოლიტიკოსიც, აქტივისტიც, NGO სექტორის წარმომადგენელიც, მწერალიც და მუსიკოსიც კი. მეგობრებო, ტრამპი არის ცუდი სიზმარი. ვოლოდიმირ ზელენსკი არის თავისუფლების, დემოკრატიის და ცივილიზაციის ფარი და მთავარი დამცველი. დიქტატორი არის პუტინი, რომელმაც ყველა ოპონენტი ფიზიკურად გაანადგურა და არჩევნებს მართლა არ ატარებს. შენი პუტინის ჩმორი და უსამართლო დედა. ქართული ტრამპისტებისგან ვისმენდი, კამალა სულედია. აი ახლა ხომ ყავთ ჭკვიანი. კამალა რომ სულედი ყოფილა და ეს დოღრიალა პოპულისტი ჭკვიანი. კონსპირაციები იმის თაობაზე, რომ ტრამპი კაკებეს აგენტია, რუსებს ნაყიდი ყავთ, კომპრომიტირებულია, საინტერესოა და გამორიცხულიც არაფერია. ვიცოდი რაც იყო ტრამპი, როცა პირველად გამოჩნდა არჩევნებში სიცილით მოუკვდი ამას სერიოზულად ვინ შეხედავს მეთქი. პანდემიის დროს გამოჩნდა რომ უბრალოდ უვიცი და ხეპრეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამერიკა არ არის ხიხოსტანი და ამ ასაფეთქებლად გამზადებულ შამპანიურებს გაუკეთებენ აქ ხიხოს და იქ კოცის უჟღალეს მიმინოს. ოპოზიციის სითამამე სოციალურ ქსელში რჩება. ტელეკამერების წინ კი ისინი თავშეკავებას ირჩევენ და მხოლოდ იმის თქმას ბედავენ, რომ დონალდ ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველდღიური განცხადებები არის მისი განცხადებები, ფაქტი არის ერთი, რომ უნდა დამყარდეს უკრაინას მშვიდობა. როცა პირველად წაიკითხეთ დონალდ ტრამპის განცხადებას, რაც ზელენსკის უწოდებდა დიქტატორს, როგორი იყო თქვენი რეაქცია? ჩემი რეაქცია არის ის, რომ თავარი არის რა შედეგი დაიდება. მე არ ვიზიარებ და არც ჩვენი გუნდის არც ერთ წევრი არ იზიარებს ამ განცხადებებს. ოპოზიციურ ისტერიას პირველმა კანონმდებელმა სახელი უკვე დაარქვა. შალვა პაპუაშვილი ანტი-ამერიკულ კამპანიას ეწერს. ყველა ანტიქართველი რა უცბად აღმოჩნდა ანტიამერიკელი. უფრო ვრცლად ამ თემაზე სახელისუფლებო გუნდის სხვა ლიდერები საუბრობენ. მართველი პარტია მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დიპ სტეითისთვის გამოცხადებული ომის პირობებშიც კი ქართული ოპოზიცია გარე დაკვეთებს ვერ ელევა. ამიტომ ეხლა არ ვიცი რა სასაცილო ფრაზები იხმარეს ხიხოსტანი ეს ლანა გალდავა რომ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებას დაიწყებს და ეს მეგა დივა ჩვენი მომღერალი მაია დარსმელიძეც რომ გაპოლიტიკოს და ესე იგი ვის ებძვით თქვენ ესე იგი ბიძინას ხო ებძვით გასაგებია რომ ებძვით და ეხლა დაიწყეთ ბრძოლა ტრამპის წინააღმდეგაც ესე იგი აი სასაცილო მდგომარეობაც აღარ ქვია ამ ყველაფერს მეგობრებო ეს არის სატირალი თქვენ რა დღეშიც ეხა იმყოფებით და აი ამაზე მოწმობს ამ ყველაფერს ნათელი დასტური ის არის რომ ჩვენ უკვე ვხედავთ თუ აი ვისთან გვაქვს საქმე რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე რომლებიც ეხლა გუშინ იძახდნენ რომ ამერიკის შეერთებული შტატები რასაც იტყვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეხლა არ მოსწონთ ამერიკის შეერთებული შტატები მაინტერესებს თქვენი მოსაწონი ვინმე არსებობს ამ ქვეყანაზე ვინმე არის ერთის ჯორჯ სოროსი რომელიც მიწაში წავიდა და მე მგონი წაგიყოლიებ თქვენ იმიტომ რომ თქვენ ხართ პოლიტიკური გვამები ეს ლაშა ბუღაძე გამოვიდა და ნახეთ ერთი რა ფრაზები იხმარა აი ტრამპის მიმართ ილონ მასკი რომელიც ხარს უჭერს ეხლა ალტერნატივა გერმანიისათვის ქას რომელიც ეს პარტია
პარტიას, რომელიც პუტინისტური და ნეოფაშისტური, თან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რაღაცა საოცრებებს ვისმენთ. გამოდის და ასე ვთქვათ, ადარებს რომ გრეტა თუნბერგს თუ იტანთო, ილონ მასკიც აიტანეთო რომ ადარებს ახლა 17 წლის გოგოს, რომელიც უბრალოდ ლაპარაკობს, მხოლოდ სიტყვებია მისი და თურმე მასკი რომელიც სუპერმილიარდერი, რომელიც რა ვიცი პლანეტას ფლობს და აი ამ ასე ვთქვათ, დიდარი, ძლიერი, შერეკილი კაცების პირდაპირ შეიძლება და ერთი ფსიქოლოგის ანალიზს ვკითხულობდი, მათ შორის ამერიკელის, რომ ეს არის 11 წლის ბავშვები, რომლებიც არიან დიდები სინამდვილეში, მაგრამ ეს არის მოცულები მინდათი, მინდა. 11 წლის ცნობიერები. არ ეწყინება მასკს გრეტა თუნბერგს რო შეადარეს? ნუ ახლა მასკი ისეთ რეალობაშია, რომ ხო. ერთი ამბავი მინდა აი მე არ გამიკვირდება, მეგობრებო, არ გამიკვირდება, რომ ამათმა მივიდე ხვალ ამერიკის საელჩოსთან და დაწვან ტრამპის ფიტული თავად ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების დროშაც კი დაწვან. მე ამას არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ აი უკრაინელები უკვე რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, იმის მაგვრად რომ ომში საომარი მოქმედებები განახორციელონ, აგერ ნახეთ რას აკეთებენ. Звертаемся до Дональда Трампа. Через тебе, паскуда, президенту Зеленському не відправляли зброю. Тобі більше не бути президентом. Ти зрадник і заплатиш кров'ю за те, що зробив. Слава Україні! აი ამით განადგურდება რუსეთი. ტრამპი დაწვეს. ეხლა მაინტერესებს ეს ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების თუ დაიწყებენ ამგვარი მეთოდებით ბრძოლას, მაგრამ იქ თუ ტრამპს წვავენ, ესენი ამათვის ქართველი ტრამპი არის ბიძი და ივანიშვილი, ნახე რომ რას აკეთებენ, ესე იგი მთავრობის სახთან. ესენი საერთოდ ფსიქიატრიული პაციენტები არიან. საწავიდეს ბიძინა უბოში! საწავიდეს ბიძინა უბოში! საწავიდეს ბიძინა უბოში! საწავიდეს ბიძინა უბოში! საწავიდეს ბიჭო, თავიდან ამას რო უსმენდი, ესენი ხო ამ რუსეთის ქალაქებზე აქვთ გართულება და თავიდან ვერ მივხვდი, უფაში გავიგე, საწავიდეს ბიძინა უფაში მეძე. მე კარგად რო აი მართლა აღარავით არის თქვენ შელოცვა არ გიშველით, არც ლელა კაკულია გიშველით, თქვენი სულიერი ლიდერი, თქვენ ხო ლელა კაკულია და მიხეილ სააკაშვილი ყავთ ლიდერად და აი ეს რაღაცნაირად სამარცხვინო ხალხი და მე ვფიქრობ, რომ ესენი უკვე არიან ფსიქიატრიული პაციენტები. საქართველოში 10 ფსიქიატრიული კლინიკაც რო გაიხსნას, არ ეშველება ამათი არაფერი არ გეშველებათ, მეგობრებო, იმიტომ რომ ახლა აი ამას რო ადამიანი იკადრებს, რომ მთავრობის სახთან მივლენ და საწავიდეს ბიძი და კუბოშიო რო იმაშვებიან და ის ოლე-ოლეს რო იმღერებს კიდე მთელი ესე იგი მიტინგი. მართლა ოლე-ოლე კი არა და ის რაც რითაც აბოლოებთ, მაგ თქვენ სამარცხვინო სიმღერაც, აი ეგ მაგი გაგიკეთეს აი ერთ ადგილას უკვე რა, თქვენ საწოდავებო, თქვენა და დრო ვერ ხვდებით და თან ეს ექსპერტებიც რო გამოდიან კიდე და ესე ფილოსოფოსები და რაღაცა ბრტყელ სიტყვებს იძახიან, აი ეს არის ყველაზე სასაცილო კიდე. სასაუბრო დაუდეს წინ და ამას თავისი გონი ასეთი შთაბეჭდილება იქნება ნამდვილად, მაგრამ ნახეთ რაშია საქმე. ტრამპი არის ბიზნესმენი. ბიზნეს სტრატეგიები არის აბსოლუტურად განსხვავებული და პოლიტიკური სტრატეგიები და ბიზნესმენი, ანუ შიდა ამერიკულ პროგრამებს მაგალითად უნდა დაზღვევა ასე შემდეგ და შემდეგ. ხო მანიპულიროს, მაგრამ რამდენადაც გამოქვეყნდა უკვე რეიტინგები, თვის განმავლობაში 8%-იანი თუ 10%-იანი ვარდნა მისი რეიტინგისა უკვე ნათლად მოწმობს იმაზე, რომ მაინც და მაინც ვერც შიდა სიტუაციას არეგულირებს ის ამ თავისი ნაბიჯებით, იმიტომ რომ ფასების ზრდა ნამდვილად მოხდა შეერთებულ შტატებში. არ ვიცი, აი სასწაული არის მართლაც მეგობრებო, ეს ხალხი ლაპარაკობენ რაღაც სისულელებს და ეხა ვინმეს გჯერა თქვენ, რომ ტრამპმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე?
ვინმეს გჯერავთ ეხლა ამ ამბის ის ჯონსონი სად არის ერთი ჯონსონი რომ ბოდიშდა ნოტაციებს გვიკითხავდა რომ პუტინისკენ მივდივარ ჩვენ და თავად ამერიკის შეერთებული შტატები მიდის პუტინისკენ და ორმხრივი შეხვედრები შედგა სად არის ჯონსონი ეს ერთი მასხარა ამერიკაში წყავთ იქა და ეხა როგორც აი მტვერს გადაწმიდა მაგიდას აი ესე გადაწმიდავს ტრამპი აი ამ ნაძირლებით დაკომპლექტებულ გარკვეულ აი ჯგუფს და ყველაზე სასიხარულო რა არის იცით რომ იცვლება პოლიტიკა საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების არა მარტო ჩვენს მიმართ არამედ იგივე რუსეთის მიმართაც ეხლა რიჩარდ ნოლანდი გახსოვთ ალბათ მე ხა წარმოგიდგენთ ამ ადამიანს რომელიც აი რიჩარდ ნოლანდი იყო ამერიკის ელჩი საქართველოში და ეს ადამიანი იქნება რუსეთში ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებისა. სხვათა შორის ძალიან დადებითი მისია შეასრულა ნოლანდმა 2012 წელს იყო ეს ადამიანი ელჩი და ამ ტრამპი აპირებს რომ აი სწორედ ნოლანდი გაუშვას რუსეთში ელჩად. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს თუ კი ელჩების ისტორიას გადავხედავთ, აი ყველაზე ნორმალური ელჩი და ყველაზე აი ესეთი საღად და აი სახელმწიფოებრივად და საქართველოს მიმართ კეთილ რა ვიცი კეთილის რახვები ქონდა და ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა იყო რიჩარდ ნოლანდი. და ეს ელჩი ახლა რუსეთში ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ხვალ გუში რაც იყო, ის აღარ იქნება. დაალაგდება სიტუაცია არა მარტო საქართველოსა და ამერიკის შორის, არამედ რუსეთთანაც აი ეს მწვავე ურთიერთობები რაც იყო, ისიც წარსულ ჩაბარდება და ეს ჩვენზეც აისახება რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმრებია სამართლის ექსპერტი ბატონი ალექსანდრე კობაიძე, მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი, მოგესალმებით ბატონო სოსო. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმები ყველა ტელემაყურებელს. აი ბატონო სოსო, მოდი თქვენ დავიწყებთ, აი რა შეფასებას მისცემთ აი იმ განცხადებებს, რომელიც ისმის ტრამპი და პირადად მე ვიცოდი რომ მართლაც ტრამპი იმ პოზიციას აირჩევდა, რომ ზელენსკის ხელისუფლებას ის გარკვეულწილად აღარ მისცემდა იმ კომფორტის ზონას, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, მაგრამ იმ წუთასვე მეორე დღესვე უკვე აი ესეთი განცხადებები და ასეთი შეფასებებს ნამდვილად არ ველოდი, რომ ესე იმ წუთასვე შეუდგა ეს კაცი საქმეს. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ ერთი თვე შესრულდა, მე მგონი დღეს ერთი თვე შესრულდა ინაუგურაციიდან და ნახეთ რა ხდება, აი რევოლუციური განცხადებები აქვს გაკეთებული ტრამპს. თუმცა მე მისგან ამას ველოდებოდი, იმიტომ რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს მან ისეთი რაღაცები გააკეთა, რითაც ნუ ძალიან გაანაწყენა ეს deep states რო ეძახიან დღეს, არ ვიცი მე deep state უწოდო თუ რა უწოდო, ყოველ შემთხვევაში ეს ლიბერ აღვირახსნილები ძალიან გაანაწყენა და შედეგიც მოყვა ამას. გაუყალბეს არჩევნები, ანუ ტრამპი მეორე არჩევნებსაც იგებდა, გაუყალბეს არჩევნები და მოიყვანეს სოფლიოს და ამერიკის შეერთებული შტატების დამაქცეველი პრეზიდენტი და აი ახლა დღეს განაცხადა თუ გუშინ ტრამპა რომ მე რო არ მოსულიყავიო, მესამე მსოფლიო ომის პირას იყო მსოფლიო და მართლაც ეგრე იყო. მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა აი ეს დედაკაცი რომ მოსულიყო ის კამალა ჰარისი და უბრალოდ სოფლიო გაპიდარასტდებოდა, რასაც იტყვოდა, იმიტომ რომ ფარველი LGBT თემის ფარველი გახდა სწორედ კამალა ჰარისი. და ნახეთ, თან რა ხალხი დაიყენა გვერდით. რობერტ კენედი უმცროსი, მერე ილონ მასკი, უნიჭიერესი ადამიანი და სოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და თვითონაც უნიჭიერესი ადამიანია ტრამპი. ყოფილი ბიზნესმენია, მილიარდელია და როგორ მართავდა ამერიკას და განაცხადა რომ მე რო ყოფილიყავიო პრეზიდენტიო უკრაინაშიო საერთოდ არ დაიწყებოდა ომიო და მეცაც გეტყვით ალბათ ზელენსკი არც მოვიდოდა უკრაინის პრეზიდენტად. ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობა შეიძლებოდა? მე მეწოდება უკრაინელი ხალხი, მაგრამ მე ქართველი ხალხიც მეწოდება. სააკაშვილის პრეზიდენტობა შეიძლებოდა? მაგრამ როგორც ჩვენ შევცდით და ჩვენ ახლა მე პირადად კარგად ვიცოდი და ყოველთვის წინააღმდეგ გამოდიოდი, მაგრამ როგორც ჩვენი ხალხი შეცდა, როგორც ჩვენ შეგვიყვანეს შეცდომაში
და საქართველოს დამღუპველი სააკაშვილი მოგვაყვანინეს ხელისუფლებაში, ისე შეცდა ამერიკელი ხალხიც. და შემდეგ ნახეთ რა მოხდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, არნახული ამბავი მოხდა. საქართველოში ჩამოვიდა პრეზიდენტი ბუში და ბევრი არ აქცევს ყურადღებას და ნახეთ მან რა განაცხადა. თქვენო ქართველებმაო, ისეთი ცხოვრება მიიღეთო, რომლის მსგავსიც არც კი დაგესიზმრებოდათო. ეს დაივიწყა ქართველმა ხალხმა. გესმით რა გითხრა პრეზიდენტმა ბუშმა? ერთმანეთის მიყოლებაზე პოლიციელები ხოცავდნენ და ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში. ციხეში წამებით სულს ხდიდნენ და ბუშის წასვლის შემდეგ ცოტა ხანში 2008 წლის ავანტიურა დაიწყო სააკაშვილმა და ბუში გვეუბნებოდა, რომ თქვენ ისეთი ცხოვრება მიიღეთ, რაც არ ღირსებიათო. დაამთავრდა ეს ყველაფერი, მეგობრებო. აიმიტომ ახართ ესე გაცოფებულები დღეს. იმიტომ გჭირდებათ ალიკაპი, აი ნაბორდნიკს რო ეძახიან, ძაღლებს რო უკეთებენ. მე იცის, ვისაც მიმართავ მე, თავის თავზე მიიღებენ ისინი. ალიკაპი გჭირდებათ, რომ ამოიკეროთ ცხვირპირი. იმიტომ რომ თქვენ ეხლა დაიწყეთ ყეფა და აწინახეთ. ყეფა კი არა, წყავ-წყავი დაიწყეთ უпроსწორად. და აქვე მინდა გამოგიცხადოთ ძვირფასო მეგობრებო. მე აქამდე მეძახდნენ რუსეთუმეს. დღეიდან გიცხადებთ, მე ვარ პროამერიკელი და თეთრი სახლის აგენტი საქართველოში. დამშვიდით ახლა. არა, იცით რა არის? გვახსოვს ერთი, აი ეს როდესაც სანამ გამოჩნდებოდა ტრამპი და დაიკავებდა სავარძელს, ზელენსკიზე რა ესე იგი დიდი რამბები იყო, მესიას ადარებდნენ, მესიის მახვილიო, რა ვიცი მე ღმერთმა გამოგვიგზავნაო. აი ხა დღეს ნუ თუ არ წვენიათ ეს განცხადებები ქართული პოლიტიკის დიდ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს. აი ყველაზე უცნაური ის არის მეგობრებო, რომ აი ამ განცხადებებს ისინი რო აკეთებდნენ, ამას სერიოზულობით აკეთებდნენ ამ განცხადებებს, ეგონათ რომ ეს რეალობა იყო და სინამდვილეში ჩვენ დავინახეთ რომ არავითარი რეალობა არ ყოფილა ეს და ყველაფერი რაც მათ იკადრეს და რაც მათ თქვეს, ეს იყო მართლა გულიდან წამოსული მათი მხრიდან. აი მოგასწრეს კი სახით გვესაუბრება უაღრესად მნიშვნელოვანი ლიდერი აწ უკვე მსოფლიოსი. ისრაელში ხალხი იცით ზელენსკის რას ეძახის? დავითის ლომი, დასავლეთის გმირი, დასავლეთის მცველი. ჩავიდა როგორც ახალი ლეონიდე. ხელს კიდევდნენ. უკრაინას ძალიან გაუმართლა, რომ ამ ომში მას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, ასეთი ვაჟკაცი, ასეთი მეომარი. მთელი მსოფლიო გაოგნებულია ამ პიროვნებით. ეს არის უკრაინის გამართლება. ზელენსკის ასე ვთქვათ მაგალითს რო გავყვე, ნიცით ვარ გაოგნებული უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიძლიერით, რომელიც აი თითქოს აი ზელენსკი გამოხატავს უკრაინას. მისი სული ლაპარაკობს. პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სამყაროს მორალური ლიდერია. და ლიდერები ქმნიან ისტორიას, დღეს ისტორიას ქმნის ლიდერი ზელენსკი, რომელიც ეს არის მსოფლიო გმირი, დღეს არის მოვლენა. სამყაროს აჩუქა კაცობრიობას აი ეს ადამიანი, ხო? გმირი უკრაინელი არის, გმირი პრეზიდენტი. მსოფლიოს ყავს ორი ლიდერი. დღეს არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. ზელენსკი არ არის რაღაც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ხო? ის არის ის განსაზღვრავს დიდწილად დღეს ჩვენ პარტნიორებში, მთლიანად დასავლეთში პოლიტიკურ ესე რომ ვთქვა ტრენდს. უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა თავასადამმა ვლოდიმერ ზელენსკიმ მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის რომ მიმართოს ქართულ ხალხს და აჩვენოს რას ნიშნავს ლიდერობა. მაგრამ იცით ზელენსკის რეიტინგი არც თუ ისე მაღალია რბილად რომ ვთქვათ. აი ეხლაც იმაზე ხართ მაინტერესებს. აი სად უნდა წახვიდეთ, ვის შევჩილო, რუსთაველი მკვდარიაო რომ ნათქვამი რო არის. ვის შეშივლებთ ეხლა მაინტერესებთ ერთი სად წახვალთ, სად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაჩენი გამოუტანა ზელენსკისას და თქვენც გამოგიტანათ. აი სად წახვალთ ეხლა? რო აღარავინ აღარ აკავთ პატრონი, მამამარჩენალი და საერთოდ გაბანკროტებული რო ხართ. არ ვიცი, კატასტროფა. ვადონლექსო, აი თქვენი შეფასება, აი მიმდინარე პროცესებისა, რაც ჩვენ ვხედავთ, როგორი პროცესებიც მიდით ამერიკაში და რა განცხადებებიც კეთდება, აი რა კომენტარს გავუკეთებთ ყოველივეს. უნდა აღინიშნოს, რომ
ცოტა ჩემთვის გაურკვეველია ბატონო ნიკოლოს, როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ ამერიკა კარგია, მაგრამ ტრამპი როცა არის, არ არის კარგი და ამას ლაპარაკობს ოპოზიცია, ხო? ესე იგი გამოდის ის რომ ზუსტად ესეთი შედარება მინდა მოვიყვანო რომ როდესაც მაგალითად ცალი ხელით რაღაცას აკეთებდა, ცალი ხელით ცდილობ რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღო, აი დაახლოებით ესეთი განცდები მეუფლება. მე იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ თან იძახო რომ ამერიკა კარგია და თან იძახო რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ვარგა. ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანები რომლებიც აი ესე გაკიოდნენ რომ თუნდაც ზელენსკი იყო ლიდერი აი ამ პროცესების. აღმოჩნდა რომ ლიდერი კი არ იყო, რასაც ჩვენ ვიზახდით, ტაკი მასხარა იყო, აღმოჩნდა რომ ტაკი მასხარაა. უბრალოდ სახელი დაარქვეს, რაც რო გავიდა, დაარქვეს სახელი. და სამწუხაროდ ამ პროპაგანდას აყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ეხლაც ცდილობენ რომ რამენაირად თავი იმართლონ და ამ პროცესებში მაინც გამარჯვებულად გამოვიდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა გამარჯვებულად ვერ გამოვლენ, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს ბრძოლა მათთვის დასრულებულია. და ფაქტია, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იძახის, რომ ზელენსკიმ უნდა დადოს ზავი რუსეთთან იმოცებულობით, რა მოცემულობაც არის, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეწყდეს ომი. და ომი თუ შეწყდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ოკუპაცია, ანუ დაკარგავს ტერიტორიებს კვლავ უკრაინის ესე ვთქვათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ რუსეთი რომ უძლებელია და რუსეთი არ არის ეს რომ მითი არ არის ფაქტია. ამიტომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვისთან გვაქვს საქმე. არათუ ეს ტაკი მასხრობა და ჯამბაზობა, ხო? ფაქტია, რომ რუსეთი დღესდღეობით არის უძლეველი, ვერ ამსხრევენ, ვერც დაამსხრევენ, იმიტომ რომ მათ, ანუ ფაქტია, რომ სოფლიოს გადანაწილება მიდის. ამაზე ღიად უნდა ვსაუბრობდეთ. ეხლა ბატონმა სწორედ აღნიშნა რომ რუსეთუმი აღარა ვარ, ეხლა პროამერიკელი ვარო და ეგრე გამოდის მართლაც, ხო? იმიტომ რომ ფაქტია რომ ჩვენ რო ვიძახით, ბატონი ტრამპიც გამოდის და ნუ მთელი ტრამპი ეხლა ჩვენ უტრირებთ, თორე ტრამპი კი არა მთელი ამერიკა გამოდის, ხო? თავისი მანქანებით და ამორჩევლებით და გამოდიან და იძახიან რომ ეს ესე უნდა იყოს და ეს ნიშნავს იმას რომ მთელი ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის და იძახის რომ ტრამპის პოლიტიკა არის სწორი და ბაიდენის პოზიცია ის რომ რუსეთ-უკრაინის ომი წამოიწყო იყო მცდარი. ეს არის ფაქტი. ამიტომ, რავი, თუ გინდათ რუსეთუმეები გვეძახეთ, თუ გინდა ამერიკეთუმეები გვეძახეთ, ფაქტია რომ ჩვენი სამშობლოსათვის ვიძახით სიმართლეს. და ეს შესაძლებელია ვიღაცისთვის საწყენი იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება საქილიკო იყოს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ყოველივე განცხადება ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არის მთავარი და აი ეს ხალხი რომელიც იქ განან ბატონ ნიკოლოს თუ იქნებოდა ისე რომ მათი განცხადებებიც თანხმედრაში იქნებოდა ჩვენი ქართულ ხალხთან, მე ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ნახეთ დააკვირდით მათი განცხადებები მიმართული არის მხოლოდ და მხოლოდ მათ ესე ვთქვათ პატრონებთან. თუნდაც ისო ტრამპს აგინებენ, ეხლა გინება ხო დაუწყეს, აი გამოვიდნენ და თქვენს რომ უვიცი ხეპრე და უწოდეს ტრამპს ესეთი სიტყვებით, ხო? აი ჩვენ ახლა ვიხილეთ ეს კადრები. აქ კი ბატონო ხიხო და ეს პირდაპირ ნიშნავს რომ თავისი უფროსები უნდათ რომ ამით ასიამოვნოთ და სხვა არაფერი, ანუ თავისი პატრონები. თორე როგორ შეიძლება ერთ შემთხვევაში შენს მოკავშირე სტრატეგიულ პარტნიორს თან ანუ ესე ვთქვა იქიდან კონკრეტული დავალებები მიიღო, რაღაცა შეასრულო და მე უცბად უწოდო ხეპრე. ესე იგი ნიშნავს რომ შენი დამვალებელი არათუ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და უცხო ქვეყნის აგენტურაში მუშაობს, ისინი ავალებენ აი ამ ადამიანებს და ეს არის ფაქტი. და ყველაფრის მკადრებლები არიან ის საზოგადოება, რომლებიც აეხლა ტრამპს უწოდებს უვიც და ხეპრეს. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ჩვენ დავიჯეროთ ამ ადამიანების, რომლებსაც აი რა ქვია, კიკუსავით არიან, რა თანხას გადაუგდებენ და ეგრევე იხდიან. გასაგები. აი ახლა მე ერთსაც გეტყვით ახლა ესენი აი ახლა წამყვანი ფსიქიატრები რო ჩამოიყვანო, ძალიან საინტერესო საკვლევი მასალა არის ეს ნაციონალური. ესე იგი იშვიათი ეგზემპლარი. ესე იგი თელ სოფლიოს გამოუცხადეს ომი. ქართველმა აი შიზოფრენიკებმა, ესე იგი ტრამპს გამოუცხადეს ომი, სიძიპის ომი გამოუცხადეს, პუტინს, ბიზინა ივანიშვილს, თელ ქართველ ხალხს, უნგრეთის ფიცოს გამოუცხადეს ომი. ესე იგი დარჩა ვინმე თქვენ რო არ ებძვით თქვენ ტვინ გაყინულებო სლოვაკეთი, უნგრეთი, რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ვინ არის თქვენი მოკავშირე, თქვენი მოსაწონი ვინ არის, თქვენ ავადმყოფებო თქვენა.
მე პირადად არავის არ ვაპატიებ იმას, რა შეურაცხყოფებიც მოდიოდა. თქვენ ხო არ გონია დავიწყებას მიეცემა ის, რასაც თქვენ კადრულობდით აი ამ წლების განმავლობაში. როგორი ტერორი მოაწყვეთ. მე პირადად ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი დავკარგე. იმიტომ რომ აი აყვნენ ამ უკრაინელებს. ეს უკრაინის დროშები რომ გამოკიდული ქონდათ ზოგ-ზოგიერთებს და სლავა უკრაინეს რო თქვენ გონიათ ეს დავიწყებას მიეცემა ის ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში. აი როგორც ამერიკის პრეზიდენტი არ პატიობს, ჩვენ ცოტა ნელი ტემპებით ავყევით ამას. ტრამპი ანადგურებს და ამსხრებს ამ მოღალატეებს და ჩვენ ცოტა ხელს უსვამთ. დღესაც განათლების სამინისტროში როგორ უნდა მუშაობდეს ის ნაძირალა ხალხი, რომლებიც პეტიციებს აწერდნენ ხელს და ითხოვდნენ იმას, რომ მოდიო ჩვენო აი ჩამოვაგდოთ ეს ხელისუფლება. დღეს ეს განათლების სამინისტრო შეიძლება კიდე იყოს და არსებობდეს. ის სახელმწიფო უწყებებში ჩაბუდებული აი ეს გველები, რომლებიც პეტიციებს და იმას აფრიალებდნენ დროშებს და უკრაინის დროშებს და ძირს ბიძინა და ძირს ქართული ოცნებაო რო ყვიროდე თქვენ გონია თქვენ ამას გაპატიებთ მე პირადად მე არ გაპატიებ სხვა ყველაფერი იმიტომ თქვენ რამე რომ მომხდარიყო აქა და მართლა ბაიდენს მოეგო არჩევნები ესენი ცოცხლად დაწოვდნენ ხალხს ცოცხლად დაწოვდნენ ხალხს ეს ნაძილები აი თქვენ გახსოვთ ალბათ როგორი სიები იყო შედგენილი, როგორ მიუვარდებოდნენ ადამიანებს, აფურთხებდნენ, ლანძღავდნენ, ჩაფურთხება საჭმელშიო, პოლიციელებს როგორ აგინებდნენ, ლანძღავდნენ და ეს ხალხი, აი ეს ნაძირალა ხალხი გონია რომ დაგვემალები თქვენ, სოროვებიდან გამოგათხრებთ თქვენ. სოროვებიდან გამოგათხრებთ და გაგასამართლებთ თქვენ, ნაძირლებო. თქვენ რაც გააკეთეთ, ამას გონია შეგარჩენ თქვენ. ამათ გონიათ რომ შერჩებათ ხალხობით ეს ყველაფერი. და იმ დღეს მივიდნენ, აი კიდევ ერთხელ მეორედ წამყვანი ფსიქიატრებიც რო ჩამოიყვანო ძალიან გახარებული ხდებიან იმიტომ რომ იშვიათი რაღაცა დავადებული საქართველოში ესეთი გამოვლინება სოფლიოში არ ყოფილა მიიყვანეს ესე იგი მიიტანეს რაღაცა ხარებას ფიტულიო ნახეთ ერთი როგორი ქცევიან ესე იგი ეს ხარება თქვენ ისე იმაშვებით ეთამაშებით აი ამ კაცს რომ რაღაცა კაიჩიც დაიჭერთ მე მგონი და მე ვიცი რასაც დაიჭერთ აი ნახეთ ახლა შენაგარ საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ხელმძღვანელი ეს ხარება მიიტანეს ესე იგი ფიტული და ესე იგი ურტყამი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის დროს რო ესეთი რაღაცები ვინმეს გაეკეთებინა. აი ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა ვერა. ესენი არიან ავანტყოფები, არ ვიცი, აი ბატონო სოსო, მე არ ვიცი ამათ რამე ეშველებათ საერთოდ ესენი. ამათი გამოჯამთალება შეიძლება საერთოდ. ბატონო ნიკოლოზ, მინდა შეგახსენოთ რომ სააკაშვილის დროს სააკაშვილის ფიტული დაამზადა ჩემმა მეგობარმა ავთო ხვიჩიამ, იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილმა და საჯაროდ მიტინგზე გადავეცი ხალხს და ხალხმა დაწვა, ცეცხლი მოუკიდა და დაწვა და როგორც მითხრეს სააკაშვილი ჭყვაზე არ იყო აი ამის ყურების შემდეგ აი თავს ურტყავდა თურმე ჭერს და დაპატიმრებით მემუქრებოდა და არ ვიცი, ნუ გადარჩენილი ვარ უბრალოდ, იმიტომ რომ იმ პერიოდში მართლა სასწაულად გადავრჩი მე და ჩემი მეგობრები, თორე მუდმივი მუქარის ქვეშ ვიყავით. კი, ჩვენ გავაკეთეთ ეს ფიტული დავწვით, მაგრამ სააკაშვილი იყო მტარვალი და ტრამპის ფიტულს რო წვავენ ეხლა უკრაინელები. ვერ გავიგე უკრაინის პრეზიდენტი გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ მე ჩვენი მეომრების სიმამაცის იმედი მაქვს და ამერიკის პრაგმატული პოლიტიკის იმედი მაქვსო და თუ ამერიკის პრაგმატული იმედის პოლიტიკის იმედი გაქვთ, როგორ ბედავთ და როგორ წვავთ ტრამპის ფიტულს, რომელიც აპირებს უკრაინის ომის დამთავრებას. არ გინდათ ომი რომ დამთავრდეს? გააგრძელეთ მაშინ. გააგრძელეთ და გეუბნებით, აი უშგოროდამდე გავა პუტინი. უშგოროდამდე. და მე იყავით კარგად. მერე დაინაწილებს უკრაინის ტერიტორიას, რასაც ახლა უკრაინა აკონტროლებს, ისიც აღარ იქნება. გეუბნებით. იქ უნგრეთი მოითხოვს თავის ტერიტორიას, რომელიც სტალინმა წაართვა. იქ პოლონეთი მოითხოვს, იქ გერმანია მოითხოვს და რაც თავარია სამხრეთ უკრაინა გადაეცემა ებრაელებს, ისრაელს გადაეცემა
დედაქალაქით ოდესაში. ჩემი თუ არ გძეთ ჯერათ, შედით YouTube-ზე და ნახეთ რეებს წერენ. ისრაელის მოქალაქეები არა, მაგრამ სერიოზული წარმომადგენლები. ეხლა თქვენ ვიცი რისი იმედი გაქვთ. თქვენ გონიათ რომ ტრამპი მოვიდა, მაგრამ აქ შოლცი და მაკრონი დაეხმარება საქართველოს. ნურას უკაცრავად. 3 დღეში, 23-ში გერმანიაში იმართება არჩევნები და გერმანიის ალტერნატივამ თუ არ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე მაინც გადის და თქვენი შოლცი დაემშვიდობება თავის თანამდებობას. იგივე მინდა გითხრათ მაკრონზე, მაკრონის რეიტინგი პლინტუს დაბლა არის და ფრანგმა ხალხმა მაკრონს ემანუელა დაარქვა, სრულიად სამართლიანათაც და ამ ადამიანებს თავისი ქვეყნებისთვის ვერ მოულიათ და საქართველოსთვის წალიათ და ჩვენთვის სალანძღავად იცლიან. და იგივე ევროპარლამენტზე მინდა ვთქვა, ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე. ევროპარლამენტსაც მიმართავ, ევროჩინოვნიკებსაც მიმართავ, იმიტომ რომ თქვენ დაგიპირისპირდათ ამერიკელი ხალხი. თქვენ ნუ გონიათ რომ მარტო ტრამპი დაგიპირისპირდათ. ტრამპის მთელი ამომრჩევლები ამერიკელი ხალხი დაგიპირისპირდათ, იმიტომ რომ თქვენ იქცევით უსინდისოდ. და ნახეთ რა ქნა ტრამპმა, გაწია ევროპა გვერდით, პირადად დაუწყო პუტინს დალაპარაკება, პუტინი, სი ძინპინი და ტრამპი გადაწყვეტენ მსოფლიოს ბედს. რაც შეეხება წივილ კივილს, რომ აი უკრაინა არ დაპატიჟეს მოლაპარაკებაზე, უკრაინა არ დაპატიჟეს, უკრაინის პრეზიდენტმა თვითონ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც ყველა უკრაინელ ჩინოსანს აუკრძალა ყველანაირი მოლაპარაკება რუსეთთან და რუსეთთან არსებულ შუამავლებს. ანუ ყველაფერი თვითონვე აკრძალა და ეხლა იძახის უკრაინას რატო არ ეძახით მოლაპარაკებაზეო? შენ თვითონ არ აკრძალე? და მე მესმის რომ მაგალითად რონალდ რეიგანი მსახიობი იყო და შემდეგ გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ რეიგანი იყო წარმატებული მსახიობი. და ნახეთ ტრამპი რას ამბობს. ეს მასხარა, ეს კლოუნი, წარუმატებელი კლოუნი იყო და პრეზიდენტად ხო საერთოდ რა გითხრათ? აი, გეუბნებით მე თქვენ, თუ არ მეწოდებოდეს, საერთოდ მეჯავრება ეს ზელენსკი, მაგრამ თუ არ მეწოდებოდეს, გეუბნებით, იმიტომ რომ სისხლში აი იდაყვებამდე სისხლში აქვს ხელი გარეული ზელენსკის. და აი აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზელენსკის რა ბედიელის და გადაწყვიტა უკვე ტრამპა არჩევნები გაიმართოსო. და არჩევნები თუ გაიმართება, ხო იცით, ძვირფასო მაყურებლებო, თქვენც იცით, შემზე კარგად იცით, რომ ზელენსკი ვერ ეღირსება პრეზიდენტობას, ვეღარ ეღირსება და გადაეცემა ის სამართალში მისცემენ მას. გეთანხმებით, ახლა თქვენ სი ძინპინი ახსენეთ, ბატონო სოსო და თქვენ კარგად იცით, რომ არც ისე თლათ თბილი დამოკიდებულებები არის ხოლმე ხშირად ამერიკასა და ჩინეთს შორის, მაგრამ ტრამპი ელოდება სი ძინპინს შეხვედრაზე, ეს შეხვედრა შედგება და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რამე გაირკვევა. ლიდერთან მას კარგი ურთიერთობა აქვს და ის უნიკალური ადამიანია. ამერიკის პრეზიდენტს ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა ორმა ქვეყანამ მალე ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმონ. ანუ ფაქტობრივად აქამდე ხო იძახდნენ ეს ეგრეთ წოდები სლავა უკრაინშიკები და პროდასავლელები, რომ აი დიქტატორის სი ძინპინი, ჩინეთი არის დიქტატორული ქვეყანა. აგერ აი ხლა ახალ სავაჭრო ურთიერთობებს აყალიბებს ტრამპი და მთლიანად იცვლება ყველაფერი. აი მე არ ვიცი, მთელი მსოფლიო, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამათვის არის რაღაცა მტერი რა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანთან დაახლოებასაც აპირებს შეერთებული შტატები. კი ბატონო, მასკმა თქვა. არა, თქვა მასკმა და აპირებენ და რა გამოუვათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ესე იგი მთლიანად იცვლება მსოფლიო და აი ერთი ქვეყანაც არ არის დასაყრდენი ამ ტვინგაყინული ხალხისათვის, რომ რაღაცა მხარდაჭერა მიიღონ. აი ჩვენ გაჭირვებულ აი ამ ნაციონალების და სატელიტებზე მინდა ვთქვა. აი თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესებს? ეს ნიშანია უკვე იმის, რომ მათი დრო წავიდა. აი პირდაპირი ნათქვამია და კარგი ნათქვამია, რომ მათი დრო წავიდა.
აი ამ ნეოლიბერალების დრო წავიდა და დარწმუნებული ვარ, რომ კაი ხნის განმავლობაში აღარ დაბრუნდება, შესაძლებელია საერთოდ აღარ დაბრუნდეს, იმიტომ რომ ადამიანება ისწავლეს მეტი ანალიზი, ადამიანება გაანალიზეს, რას ნიშნავს, რომ ტყუილში ცხოვრობენ, გაანალიზეს ის, რომ რას ნიშნავს, რომ მორალურ ექსპანსიაში ცხოვრობენ და ეს აღარ უნდათ. ეს აღარ უნდა სუვერენულ სახელმწიფოებს, ეს აღარ უნდათ და დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს აღარ იქნებიან ისინი უმრავლესობაში, როგორც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ასევე სხვა ქვეყნებში და ასევე საქართველოში. აქედან გამომდინარე დრო დადგა ისეთი ძალების გაერთიანების, როგორც არის მაგალითად ტრადიციებზე და ფასეულზე ღირებული, ორიენტირებული პარტიების, ისეთი გაერთიანებების, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იქნებიან ფასეულობებზე და ღირებულებებზე და არა ისეთ რაღაც აბსურდულ მოძრაობებზე, როგორც არის თუნდაც LGBT საზოგადოება და მსგავსი რაღაც სექტური, ესე ვთქვათ, მიდრეკილებები. ეს დრო დამთავრებულია და ძალიან კარგია, რომ ამის ჩვენ დასასრულს ხედავთ. შესაძლებელია ვიღაცებისთვის ეს მტკივნეულია, მძაფრად გამოხატავენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი დრო წავიდა. რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა ისე მიმდინარეობს ჯერ კიდევ გარკვეული დოზით, რომ თურმე ტრამპის რეიტინგი მაგალითად წეგან ერთ-ერთ თქვენი ეთერის მეშვეობით გავიდა, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიაში საუბრობდნენ, რომ 8-9% დანაკარგი აქვს, ანუ ტრამპს და უკუსვლით მიდის ესეთი ფილოსოფოსიეში და ქალბატონი და რაღაცას ფილოსოფოსობდა და ნუ ეს ფაქტი არის, მეგობრებო, რომ ესეთი მიდგომები მხოლოდ თავს აჯერებენ და იმ ერთეულ ადამიანებს აჯერებდნენ, რომლებიც აი მაგალითად აი ამ არხებს უკვე უყურებენ, აღარ უყურებენ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა ამ არხს უყურო, როდესაც გეუბნებიან, რომ 8-9%-ით, ესე ვთქვათ, უკან დაიხია ტრამპის პოლიტიკა და სად გაზომეს, სწორი, აი სად გაიზომა, ან რითი გაიზომა. ამიტომ ეს ყველაფერი ხდება შეგნებულად, რომ როგორმე გადარჩენა მოხდეს იმ საზოგადოების, რომლებიც ჯერ კიდევ ჯერავთ, რომ ეს ანუ არ უნდათ რომ ეს რეალობა დაინახონ, რომ მათ ეს ბრძოლა წააგეს და კიდე რაღაცას ეპოტინებიან. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ფაქტი ერთია, ანუ ერთი არის, რომ ადამიანები ჩვენ ვაკეთებთ შეფასებას რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. შესაძლებელია პოზიცირებას ვახდენდეთ, მაგრამ ფაქტები ხო ანუ ფაქტი არის ის, რაც არის ფაქტი. ანუ რუსეთ-უკრაინის ომი, რომ არის ფაქტი იმის, რომ უკრაინაში მიდის გრევა, ლეწვა და უკრაინის დაკარგვა ტერიტორიების, ეს არის ფაქტი. რა თუნდა ამას დიდი ფილოსოფია, ხო? ან ამ შეფასება მხარე ხარ, არა ხარ მხარე ეს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავათვისნობიერებთ ეხლა და ამ ფაქტს უკვე შევაფასებთ, ჩვენ მივხვდებით, რომ ეხლა ისე როგორც არასდროს ჭირდება უკრაინას შეთანხმება, ზავის დადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ტრამპმა აღნიშნა, სხვადასხვის, თავად ტრამპმა აღნიშნა, რომ 100%-ით შეუძლია რუსეთმა, რომ მთლიანად კიევს დაარტყას და კიევიც აიღოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. უშგოროდამდე გავა ბოლოს და ბოლოს. ანუ ეს უკვე ანალიზია იმის, რომ ანალიზი უნდა გაკეთდეს, რომ რამდენი შესაძლებლობა აქვს რუსეთს, მაგრამ ამას არ აკეთებს. იმიტომ არ აკეთებს, რომ არ სურს და ეს მისი მიზანი არ არის. ხო, მაგრამ ხვალ გააკეთებს ამას. ხო და ანუ თუ ესე გაგზავნა, არ შეჩერდა ომი გააკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტია, რომ არ აკეთებს. აი ტრამპ დიეგისმეს. აქედან გამომდინარე, აქ ჩვენ ანალიზი უნდა ვისწავლოთ და კარგია რომ აი ჩვენი მაყურებელი ყოველთვის აი თუნდაც ქუჩაში ბადონიკულს ან სოციალურ ქსელებში როდესაც ხდება ეს ანალიზი მოსწონს, ან სიმართლე მოსწონს ხალხს და სიმართლე უყვარს ხალხს და მაგიტომ ხართ ერთ-ერთი რეიტინგული, იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობთ თქვენ ყოველთვის და ობიექტურად აფასებთ ფაქტებს და ახლა მხარი არ ახართ, მიხვდით? და ეს არის თავარი ჩვენ საზოგადოებას ვაწვით იმ ფაქტობრივ გარემოებებს. არა, ჩვენ რასაც ვლაპარაკობდით ტრამპი ამბობს და იგივე. იმიტომ ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობდით და სიმართლეს ვლაპარაკობთ ყოველთვის. ეს არის ფაქტი. არა, ფაქტი ერთია, მეგობრებო, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, აი ეს წლებია, რაც ომი დაიწყო 2014-დან დაიწყო უკვე იქ გახსოვთ ალბათ რომ მოხდა რევოლუცია, მაქიდანვე ვიძახდით რა მოხდებოდა იქ. და ესენი ეს ტვინგაყინულები ამბობდნენ რომ აი უკრაინა რუსეთს დააჩოქებს, როგორც შეიძლება ბირთვული სახელმწიფო დააჩოქოს არაბირთულმა სახელმწიფო. და ეხლაც კიდე აი
ეხა როგორ ესე იგი მასხარად აიგდო ლავროვმა, როდესაც შეხვედრა შედგა ამერიკის პირველ ანუ საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში, ესე იგი მივიდნენ ეს საცოდავი ჟურნალისტები, ფრანგები და აი მაკრონის იმაზე, რა ქვია, განცხადებაზე კომენტარი თხოვეს ლავროვს და აი ნახე რა შეფასება სიცილად არ ეყო, აი. გონი მიაფურთხა კიდევაც. ესე იგი აი სამარცხვინოები არა. ამან აი ფეხებზე კიდია ტრამპსაც, სი ჯინპინსაც და ყველა მსოფლიო ლიდერს აი ეს საფრანგეთიც და გერმანიაც. შიურები დაიხოცებიან მალე. დღეს გამოდიოდნენ ბატონოსო ეს ევროპელი ჩვენი რაღაცა მიმომხილველები და ჩვენი ქართველი მიმომხილველები საყვნენ და არაფერია კაცო, ტრამპი არ იქნებაო, აგერ ევროპა მიხედავს უკრაინას. რომელი ევროპა მიხედავს? ბოდიში და ლიმიტირებულად რომ ბანაობენ და იმაში რა ქვია, ნაგავიში რომ ჩაიხჩნენ და თელი აქციები იმართება, კატასტროფის წინაშე არიან, ფასებზე ავარდა. რომელი მიხედავს? გერმანია რომ დატოვა, Volkswagen-მა, Opel-მა და ამერიკაში რომ გადაბარგდნენ, ესენი მიხედავენ, ინდუსტრია ჩამოექშალა. და კიდე იმას ლაპარაკობენ რომ აიო ნორვეგია იმდენი დახმარებას გაუწევს გერმანია ეს იდიოტების დოქტორია. მე რატო არ უწევს ამ დახმარებას? სისულელეა ეს ყველაფერი და მე არ ვიცი აი რა მოწიეთ ასეთი რა ნარკოტიკი არის ასეთი შემოსული ასეთი დადებილებული რო ხარ ვინ უნდა გადაარჩინოს უკრაინა რა სისულელე არის ხალხო თითეული დღე რამდენი მილიარდობით დოლარი ჯდება რაზე არის და იხოცება ცოცხალი ძალა აღარ აყავს უკრაინას ვინ წახვალ თქვენ ევროპელები წავლენ იმ ომში განწირულ ომში რა გონიათ ეხლა მაინტერესებს რომ ამ ომში რაღაც გარდატეხას ვინმე მოახდეს ეს სისულელეა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ მართლა არ შეჩერდა ომი რუსეთი გადავა ბალტიისპირეთში გადავა პოლონეთში და ჭკვიანად თუ არ მოიქცევით 45 წლის 9 მაისი განმეორდება ბერლინში ჩვენ მომზადებული ყავს ქართველებიდან ის ვინც აღმართავს ბერლინში იმას დროშას რუსებს უყავთ თავიანთი ეგოროვი არ ვიცი მაგრამ ჩვენი კანტარია ყავს გერმანელებმა რაც სისხლი გაგვიშვეს ჩვენ აი ახლა ჯარს ვიყრით მაგაზე რა 45 წლის 9 მაისი არ განმეორდეს კიდე რა ისე მიდის პროცესები რომ თუ გერმანელები ჭკუაზე არ მოეგებიან აი ზუსტად ის დღე დაედგებათ მაგათ რა დარწმუნებული ვარ ამაში რა ჯერ ერთი სასაცილოა გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებები. როდესაც გერმანიის თავდაცვის მესამე მსოფლიო ომსა თხილავით მაგაზე. მე რასაც ვიძახდი ის გამართდა. თუ არ გაჩვენ, მაგრამ მე იმედი მაქვს, იმიტომ რომ გერმანიაშიც არის უკვე ეს გამოსვლები საფრანგეთშიც, რომ იქაც ხალხი როგორც ამერიკაში უკმაყოფილოა პოლიტიკიდან, აქამდე არ მივა მე მგონი საქმე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ იქაც არის ჭეშმარიტი საზოგადოება. ნუ საზოგადოება არის, მაგრამ ანგელა მერკელმა მოგეხსენება დაღუპა გერმანია, როდესაც მიიღო ღია კარის პოლიტიკა. ანუ ეხლა პრინციპში მე არ უნდა მადარდებდეს გერმანიაში ემიგრანტების მომატება, მაგრამ უკონტროლო ემიგრაცია. გერმანია იმ დონეზე მიიყვანა, რომ გერმანელი ადამიანები თავისუფლად საღამოს საათებში ვეღარ დადიან, ვეღარ გაყავთ ბავშვები სასეირნოდ, იმიტომ რომ კრიმინალურმა ვითარებამ იმ დონემდე მიაღწია, რომ წარმოუდგენ უკვე პოლიცია ვეღარ ბედავს ზოგიერთ უბანში შესვლას. მე ახლა სულ ცოტა ხნის წინ სტაჟირებაზე ვიყავი, ბრიტანეთში სწავლობდი, სტაჟირებას გავდიოდი და ერთ-ერთი უბანი ქალაქ კარდიფში, უელსის დედაქალაქში ვიყავი. ერთ-ერთი უბანი არის ემიგრანტების უბანი. და დამაინტერესა ისე უბრალოდ თავისუფალი დრო მქონდა და გავივლი მეთქი. სიმართლე გითხრათ, შიშა რა არა ვარ, მაგრამ შემეშინდა იქ რომ გავდიოდი. ისეთი კატეგორიის ხალხი იყო და ეს ხალხი აწიოკებს ადგილობრივ მოსახლეობას. და აი სადამდე მიიყვანა ევროპა კვდება, თვითონ მაკრონმა განაცხადა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რომ ევროპა კვდებაო. მაკრონმა რომელსაც ღია კარის დღე აქვს, დღესაც ღია საზღვრები აქვს, დღესაც გამოცხადებული. და ამიტომ არის რომ გერმანიის ალტერნატივა იმარჯვებს. ამიტომ არის რომ საფრანგეთში მარინ ლეპენმა ლამის გაიმარჯვა ბოლო არჩევნებში
და მე განაცხადა, არა უშავს ეს გენერალური რეპეტიცია იყო. აი ახლა ნახავთო, ცოტა ხანში თუ არ მოვალ ხელისუფლებაშიო. აი ნახეთ, ამან გამოიწვია ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება ევროპაში. აი ამ საზარელმა პოლიტიკამ, აი ამ LGBT პოლიტიკამ. თუ გონიათ ვინმეს რომ ევროპელებს სიამოვნებთ ეს გეი პარადების ყურება და ასე შემდეგ. ნუ აღარ არის ლაპარაკი ახლა შეერთებულ შტატებზე, შეერთებულ შტატებში პირველ ფარველები იყვნენ, აი ის ქალბატონი და ბაიდენი და კამალა ჰარისი ფარველები იყვნენ LGBT-ში. თეთრსახში ღებულობდა LGBT თემის წარმომადგენლებს ბაიდენი და ბოდიშებს უხდიდა რომ დავაგვიანეო ყველა შტატში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაო. ეხლა ეს ასატანია და მოვიდა ეხლა ტრამპი, მოვიდა და განაცხადა მე ვიცი ორი სქესიო, ქალი და მამაკაციო. ეხლა ნახეთ ჯერ როგორი საკადრო პოლიტიკა აქვს. ეხლა გავიგე დღეს რომ რიჩარდ ნოლანს ნიშნავს ელჩად რუსეთში. ნუ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი თანამდებობა. რიჩარდ ნოლანდი, რომელსაც პირადად ვიცნობ, რომელიც საქართველოში იყო შეერთებული შტატების ელჩი და მალევე გაიწვიეს აქედან, იმიტომ რომ აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების საქმეს აკეთებდა. რამოდენიმეჯერ ნამყოფი ვარ მის დროს შეერთებული შტატების საელჩოში, მადლობაც კი გადაუხადე არაღიარების პოლიტიკისათვის და შესანიშნავი ადამიანია. აი ამას ნიშნავს ელჩად. დარწმუნებული ვარ, ახლა საქართველოშიც ნორმალურ ელჩს გამოგზავნის, რომელიც არა, სხვათა შორის ბატონო სოსო, აი თქვენ რო თქვით ელჩს გამოგაგზავნისო. შესაძლოა ახლა დავალება რომელს მიიღებს ეს ჩვენი ელჩი, რომელიც არის დღეს დანიგანი. თქვენ გახსოვთ ის წინამორბედი ელჩი, რომელიც იყო დანიგანამდე, დეგნანი, სხვათა შორის ისე ლაპარაკობდა, მოქმედებდა, დედას აგინებდა მთელი ოპოზიცია. გახსოვთ, შალიკო გამოდიოდა, გვარამია ხო და როცა ელჩს აქვს მიღებული დავალება იმოქმედოს, ისე მოქმედებს ადეკვატურად. მაგრამ როცა ელჩი იღებს დავალებას რომ იყოს ესე განწყობილი, რომ ელჩი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. არა, ის ასრულებს დავალებას. დავალებას ასრულებს, ხო და ამიტომ იყო რომ ის დეგნანი თავიდან ადეკვატური იყო, ბიზინა ივანიშვილსაც შეხვდა, განცხადებებიც ჰქონდა და ეს გაღიზიანებას იტო. მე შეიცვალა იქ პრეზიდენტი და შეიცვალა დამოუკიდებლობა. ამიტომაც ეხლა მე ვფიქრობ რომ ეს თუ დავალებას მიიღებს ამერიკიდან, აი ეს ელჩიც სხვანაირი გახდება. არა, ერთს დავამატე ბატონო ნიკოლოს, ამას წინათ, აი სულ ცოტა 2 თუ 3 დღის წინ ქალბატონმა დანიგანმა განაცხადა, აღშფოთებული ვარ მომიტინგეების დამოკიდებულებით პოლიციელების მიმართულ. ნახეთ რა განაცხადა. კი. მომიტინგეები გააცხადა. მე გეუბნებით, ხვალ აი დამიჯერეთ, ხვალ და ზეგ შეიძლება ამერიკის დროშები დაწვან ამათმა. ეს ტრამპს ხო წვავენ უკვე უკრაინაში ეს ჯარისკაცები. სხვათა შორის დღეს გაიმართა უკრაინაში ამერიკის საელჩოსთან აქცია. მაგრამ ეს ჩვენი ფანტომასები და ჩვენი ჯეიმს ბონდები მაინც თავისას არ იშლიან, ერთი მოусმინოთ, აგერ. შინაარსი იცით ამ მურგვამთან დაკავშირებით. თქვენ მომიყევით რა შინაარსი? თქვენ თუ იცით მართლა მაინტერესებს შინაარსი. მომიყევით რისი? ანუ თქვენი აზრით ინგა, ცოცხალი ადამიანის გვამებს ითხოვდა მაშინ მინისტრი, მართლა მაინტერესებს. თქვენი როგორი აზრი გაქვთ? გვამი ცოცხალი ადამიანის. ხო, აი ნახეთ არ გაქვთ ინფორმაცია. ცოცხალი ადამიანის გვამებს ითხოვდა, რას ნიშნავს? გვამი გარდაცვლილი ადამიანის. ანუ გასწრით თქვენი აზრით, აი პროპაგანდა რას გეუბნებათ? აი რუსულმა პროპაგანდამ, როცა თავის დროზე ეს ვიდეო გამოაქვეყნეს, 2013 წელს გამოაქვეყნეს, რა გითხრეს 2013-14 წელს აი ვანო მერაბიშვილის. მითხარით თქო თქვენ ისი თქმა. თქვენ რა გაიტე მე ის მჯერა რომ ვანო მერაბიშვილის გვერდზე იდგა ეს ხარება და ეს რაღაცა ჯანდაბა კაპტაგონი მაშინაც ქონდა მიღებული თუ არ ქონდა 2009 წელს მუხროვანის ასე ვთქვათ აჯანყების დროს სამხედრო დაზვერვას ქონდა ინფორმაცია და მათ შორის ძალოვან უწყებას რომ მუხროვანის ამბოხში მონაწილეობდნენ რუსი ინსტრუქტორები და არსებობდა ინფორმაცია როცა ეს შინაგან საქმეთა მინისტრი მარტო მინისტრი ერთი კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელობა კი არ იყო მთელი ძალოვანი
მუხროვანი უწყების სამსახურის ხელმძღვანელობა იყო მობილიზებული მუხროვანის ასე ვთქვათ ამ ამბოხის დროს კონკრეტულ ბაზაზე და იყო ინფორმაცია ინგა რომ ეს რუსი ინსტრუქტორები მიამბოხეებმა იმისთვის რომ შეიტყვეს რომ აქ სპეცოპერაცია ტარდებოდა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია და გვამები გადამალეს ანუ რუსი ინსტრუქტორების მინისტრი ითხოვდა ამ რუსი ინსტრუქტორების გვამებს იმისთვის რომ ეს იყო მტკიცებულება რომ რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული მოდი კიდე კარგად აგიხსნით ნახე მინისტრი ითხოვდა მოკლული აი ახლა ეს ავანტყოფი ხა ცდილობს რომ ეხლა დარტყმა მიაყენოს ხარებას იქიდან გასაკეთდა სამინისტროს და ის ოპერაცია რო ჩატარდა და რო დახოცეს სააკაშვილის დროს ხალხი ეხლა რუსი ინსტრუქტორი კიდე რუსი ეს რუსის თემა არ ამოვიდა ამა ბიჭო თქვენ რო ყავდათ ვებაირახტი და თქვენ რო იდეალიზაციას ახდენდით ამერიკის შეერთებული შტატების იმ ქვეყანას უკვე სხვა პოლიტიკა აქვს ამ რუსეთთან არჩეული აგერ 9 მაისს არ გაგიკვირდეთ რომ ტრამპი იქ რაღაცა იმას გეორგიევსკის ლენტა ქონდეს გაკეთებული და ხელი დაუქნიოს იმ რუს ჯარისკაცებს რო ჩაივლიან 9 მაისს პარადზე. არ არის გამორიცხული. კაცი იძახის რომ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და მიესწრაფოს რუსეთთან ნორმალიზებას. თქვენ სად მიდიხარ? კიდე ამ რუსეთის თემით ესე იგი სპეკულირება, ეს არის რაღაც სასწაული რა. აი ავანტყოფები არიან რა. კიდე რუსეთის თემა შემოდანი. პოლიტიკური იარაღი აღარ აქვს, ეს არის ფაქტი. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და რუსეთის ესე ვთქვათ გაპეტიშება ხდება, დემონიზაცია ხდება და ამით ცდილობენ რომ საზოგადოების რაღაც მხარდაჭერა მოიპოვონ, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა რუსეთის დემონიზაციით ვეღარ იპოვებენ ისინი, ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ საზოგადოება იაზრებს რომ ჩვენ თუ არ ველაპარაკეთ რუსებს, ჩვენ თუ არ ველაპარაკეთ ჩვენ სამეზობლოში, ხო? ჩვენ მშვიდობა ვერ გვექნება. ჩვენ ვერ ვიქნებით სტაბილური ქვეყანა, ვერ ვიქნებით განვითარებული და წარმატებული ქვეყანა და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი იაზრებს. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა ამ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩვენ გვეძახონ რომ აი რუსეთი და რუსეთით გვაშინონ და აი ჩვენი რაღაც ისტორია მოიყვანონ და იქ რაღაც ცუდი ფაქტებზე ისაუბრონ. გასაგებია ეს ყოველივე, მაგრამ ამით შეშინება ვეღარ მოხდება. იმიტომ ვეღარ მოხდება, რომ ჩვენ ვისწავლეთ პრაგმატული აზროვნება. ჩვენმა ერმა, იმიტომ რომ გავიზარდეთ როგორც ერი, როგორც დამოუკიდებელი ერი, საკმაოდ გაზრდილები ვართ და კარგის და მართლის გარჩევა შეგვიძლია. და ჩვენ იმის ანალიზის შეგვიძლია, რომ თუ როგორ იქნა გარკვეული შეცდომები დაშვებული თუნდაც ჩვენი მხრიდან სხვადასხვა მიმართულებებით და ეს გამოსასწორებელია. და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოსწორდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავიწყებთ დიალოგს, საუბრებს დავიწყებთ ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ რაც არ უნდა დემორალიზაცია მოხდეს და დემონიზაცია მოხდეს რუსეთის, ხომ, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს აღარ ჯერა. იმიტომ აღარ ჯერავს, რომ ფაქტია, რომ ყველას სურს უმრავლესობას რომ იყოს ქვეყანაში მშვიდობა და მშვიდობას ყველას ძალიან კარგად მოიხსენება, ვერ იქნება დიალოგის გარეშე და თუ თქვენ სხვა ალტერნატივას გთავაზობთ, მიმართავ აი ამ ოპოზიციას, მაშინ გამოდით და პირდაპირ თქვით, რა არის თქვენი ალტერნატივა? და თქვენ ამაზე პასუხი არ გაქვთ. თქვენ ერთი პასუხიც კი არ გაქვთ, აი რა უნდა შესთავაზოთ? ის რომ მაგალითად ტერიტორიები დაიბრუნოთ, საზოგადოებას რა უნდა შესთავაზოთ? ტერიტორიები რომ უნდა დაიბრუნოთ, აი რას თავაზობთ ამაზე? ამდენი დევნილი როა ჩვენი ტერიტორიებიდან რას თავაზობთ რომ ეს ხალხი უკან დაბრუნდეს? რა არის თქვენი ალტერნატივა? თქვენ ამაზე პასუხი არ გაქვთ. და თუ პასუხი ამ 30 წლის განმავლობაში არ გაქვთ, ეხლა რატო ფიქრობთ რომ საზოგადოებამ უნდა დაგიჯეროთ და კვლავ ესე რომ ვთქვათ რუსეთს ვცდილობთ რომ რუსეთს მოარგოთ ის მანტია რომ თითქოს არის ბაბაია და რეალურად რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, ეს დრო უნდა დადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მშვიდობა. ეს არის პრაგმატიზმი და ეს არის პრაგმატული პოლიტიკა. და ეხა უკრაინამ ვერ გაიგო, ხო, ვერ დაინახა, რომ რუსეთს უნდა ელაპარაკონ ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც იქ იმყოფებოდნენ ამერიკის მაღალ ჩინოსნები და ამ ყველაფერს აღვივებდნენ, მაშინ ვერ გაიაზრეს ის, რომ თუ როგორი უბედურება შეიძლება დატრიალებულიყო უკრაინაში. და ჩვენ ხომ ამ ყველაფერს ძალიან ახლოს უყურეს და ძალიან ახლოს შევეხეთ. და ჩვენ ხომ გავიაზრეთ, კაი, უკრაინამ ვერ გაიაზრა. ჩვენ ხომ გავიაზრეთ. და რაღაც გვინდა ერთი და იგივე ჭაობში შევიდეთ. დრო არ დადგა რომ ველაპარაკოთ და ლაპარაკი დავიწყოთ რუსეთთან.
ველაპარაკოთ, ხალხო, ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას დაემონო. ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ქვეშევრდომი გახდე, როგორც ხშირ შემთხვევაში თქვენი აზროვნებაა ხოლმე, თქვენზე იმაზე გულისხმობ, ვინც აი მაგალითად მონური მორჩილებით არიან და იქ რაღაცა მაინდა-მაინც უნდა რომ ერთ-ერთი ბატონის ქვეშ იყოს. აი, ერთი ბატონი თუ არ იქნება, მეორე ბატონის ქვეშ რო უნდათ ყოფნა. დაანემეთ ამ ბატონობის ძებნას თავი. ნუ ცდილობთ რომ თქვენ ვინმე რაიმე ფორმით ესე ვთქვათ აღვირი დაგადგათ და რაღაცა მაინდა-მაინც მონური უღელი დაგადგათ. ნუ ცდილობთ ამას. თუ ჩვენ თავხდებით რომ ამაყიდა თავისუფალი ერივად, აი აქედან უნდა ვისწავლოთ აზროვნება და არა იმ მონული მორჩილებით რომ გინდა თუ არა ერთი ბატონი უნდა ყავდეს. თუ რუსეთი არ იქნება, ჩვენი ბატონი ამერიკა იქნება. ამ პირიქით თუ ამერიკა არ იქნება, რუსეთი. აი ესეთი მონური აზროვნება და ძალიან კარგია ბატონო ნიკოლოზ რომ ასეთი მონური აზროვნებისგან ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა აღარ არის. ეს მისასალმებელია. სხვათაშორის დღეს აი რუსეთს რახან ვახსენეთ დღეს გოსდუმაში ტაისაევი გამოვიდა კომუნისტური პარტიისგან დეპუტატი და სხვათაშორის საქართველოს მიმართ აქვს ძალიან დიდი სიმპათიები ამ გოსდუმის დეპუტატს და განაცხადა რომ აი საქართველოში ძალიან ისეთი პრაგმატული და სწორი პოლიტიკა მიდის ჩვენი ხელისუფლება ჩიამქოდა დაუსვა კითხვა ლავროვს და იქ იყო ნათქვამი იმის შესახებ რომ ანუ 3+3 ფორმატში საქართველოს როლზე და იქ ითქვა ლავროვმა გააკეთა განცხადება რომ საქართველოსთვის ყოველთვის ადგილი არის და ჩვენ ველოდებით საქართველოს. მე მგონი რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი 3+3 ფორმატს უნდა დაუბრუნ შეუერთდეს საქართველო და ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. პირდაპირი დიალოგი. კაცო, აგერ ამერიკა რომელიც ახლა უკვე დიპლომატიური მისია და დიპლომატიური მიმართულებით გააქტიურდა და უკვე საელჩოებიც გაიხსნება მოსკოვსა და ასევე ვაშინგტონში აპირებს იმას რომ ძალიან ისე ახლოს იყოს რუსეთთან. ჩვენც უნდა დავიწყოთ ეს მოქმედებები, იმიტომ რომ წარსულს უნდა ჩაბარდეს აი ეს ყველაფერი რაც იყო რუსეთთან მიმართებით. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ. ამეთახოვთ ალბათ ბატონოსოს. ბატონ ნიკოლოზ, ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ ამას, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო დიალოგი რუსეთთან ერთადერთი თემით. თემა ერთადერთი უნდა იყოს ჩვენი დევნილების უპირობო და დაუყოვნებელი დაბრუნება თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული ამბავია, რომ დევნილები ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდნენ. ასევე ეს ქართველი 300,000-ზე მეტი დევნილი უნდა დაბრუნდეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მაგრამ ნუ სამწუხაროდ ჩვენ არავინ არ გვისმენს, მაგრამ მე ერთი რამის იმედი გვაქვს. რასაც ჩვენ აი მე ბატონი ნიკოლოზი, ბატონი ლექსო 2-3 წლის წინ ლაპარაკობდით, ეხლა დაიწყო ტრამპმა და ამერიკის მთავრობამ ამაზე ლაპარაკი. და მე დარწმუნებული ვარ, ამ დიალოგზეც ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით და არავინ არ გვისმენდა და ეხლა ალბათ დადგება დრო, რომ ეს თემა უნდა წამოიწიოს წინ და ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაბრუნებაზეა ლაპარაკი. და როდესაც დაბრუნდებიან, მერე უკვე უნდა დაიწყოს ჩვენს მოწყობაზე, ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე მსჯელობა ოსების, აფხაზების, ქართველების და ყველა დაინტერესებული პირების ჩართვით. მაგრამ მე არ შემიძლია ეხლა არ გაგიზიაროთ ერთი ფრიად სამწუხარო ამბავი, რომელიც გუშინ გავიგე, თურმე ნუიტყვით და ესტონეთის პარლამენტი იხილავს ესეთ საკითხს. რომ დაასანქციონონ პრეზიდენტი ტრამპი და მისი მთავრობა და მათ აუკრძალონ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა. არ ვიცი, მე მგონი ალბათ ეს თუ მოხდა, ვაშინგტონში შავ დროშებს დაუშვებენ. არა, ესტონეთის საგარეო სხვათაშორის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა და რომ აიო თუ კი რამე გაგიჭირდებათო ჩვენ დაგიდგებით. ჩვენ დაგიდგებით. რა უნდა დავდგეთ თქვენ ისაო თვითონ ის კიდე რო არის. თვითონ საჯიკებელი, უჯიკე ბიჭო და თვითონ საჯიკებელი ხარო და ვაი თქვენს პატრონს. თვითონ ეხლა არ უჭირდეს თუ კი ეხლა ესტონეთი რო რაღაცას იმე ესენი აი კიდე ერთხელ აი თუ შემეცოდოს აი ეს ბალტიისპირა ქვეყნები იმდეს ხტუნაობენ ეგენი რომ
მიიღებენ აი რუსის შექმას ერთ ადგილას რა მიიღებენ ეგენი და ღირსებიც იქნებიან ყველა ჭკუას ასავლიან ხო ვერ მოვიცილეთ კაცო ეს ელჩები რა რაღაცა გაფაფხურდება აქ თიც გვიქნებენ და სულ ესე იყო გინდა აი მაშინდელი პერიოდიდანაც ესე იყო 2003-ში მაშინაც აი დამოუკიდებლობა რო გამოვაცხადეთ გვიღალატეს ჩვენ მაშინ ზვიად გამსახურდია რომ ჩამოაგდეს არავინარი მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ გახსოვთ ალბათ და რო კითხო ესენი მხარს უჭერ ეს ლანდსბერგისი დაიმალა და საერთოდ ხმას არ იღებდა და ისა და არასდროს ესენი ჩვენი მეგობრები არ ყოფილან სააკაშვილი სისხლში აღჭობდა იმას ქართველ ხალხს და ეს ბალტიისპირა ქვეყნები ტაშს უკრავდნენ სააკაშვილს აი ეს ნაძირლები ესენი რა და გამოდიან ეხლა მე ხალხზე არ მაგ და ერთზე ღმერთმა დამიფაროს ხალხზე ვთქვა მე მაბო მართველებზე ქვეყნის ლიდერებზე მაგ საუბარი და ეხლაც ესე იგი ვის უნდა დაეხმარო ერთი ეხლა რო გადაუფრინოს იმ სუ 25-მა იმას ბოდიში და ჩაისვრით მთელი სუნი დადგება იმ ბალტიისპირა ქვეყნებს ვიზე ლაპარაკობთ ან რაზე ლაპარაკობთ მახსოვს კაცო აი ეს ეხლა ის ცნობილი ავტობუსებიც და მთელი რაღაცა ავტოინდუსტრია იქ არის ხო ბალტიისპირეთში იქ არ მზადდებოდა რაფი მზადდებოდა და სხვადასხვა ისინი რაღაცა ელექტრომოწყობილ რადიო მოწყობილობები ყველაფერი მაგათმა რუსებმა შეგიქმნეს თქვენ საცოდავებო თქვენა რა იმ პოლონელების არ იყოს კიდე და გინა უკრაინა ვის შექმნა უკრაინა შექმნა სტალინმა შექმნა და ესე იგი სტალინის ძეგლები იმას ხდეს ჩამოაგდეს ამ არარაობებმა ამათმა რა აი ეს არის სასწაული აი არ ვიცი გადასარე ამბავი მაგრამ ყველა სასწაული ცირ არის სააკაშვილმა თავის საკანონმდებლო ზელენსკის სურათი მოხსნა. ესე იგი, აქამდე გამოჭიმული ქონდა რომ ერთებოდა და ეხლა გაგულისებული თავის იმაზე ისეთი გამწარებული არის იმ ზია მაღლობელის სურათი ჩამოაგდო, შიმშილობა რო შეწყვიტა, ზელენსკის სურათი ჩამოაგდო და ნახეთ ერთი რა განცხადებებს საკეთებს ეს საცოდავი ესე. თვითონ ვერ ჩაუფრინდებოდი სამგვარი დაკეტილი იყო უცხოეთში დამოუკიდებელ საქართველოს არ ყოფილიყავი და არ მივდო საქართველოს ქუჩებში არ ქონდა კონტაქტი ჩემ ხალხთან და ეს გრძელდებოდა მრავალი წელი და იმისათვის რომ მე მაინც გავბედე გადავლახე წამოვედი და ჩემი სიტყვა შევასრულე ჩემ ხალხთან იმისათვის აწყობთ ამ კომედიას და ცირკს ძალიან მეწოდება ყველა ვინც ამაში მონაწილეობს მაგრამ მეწოდება იმიტომაც რომ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაიქცევა ბოლოს ყველა ეხლა ამჯერად უკვე პასუხისმგებლობას ყველა უნდა თავისი იგრძნოს. მარტო იმას ვერ გადააბარებენ, ვინც არ გაიქცევა ან ახლა სასწაული ამბები არის მეგობრებო, აი ბატონო ლექსო, აი თქვენ ახლა სააკაშვილის პროცესები აი სამართლებრივად რომ მიყვედა თვითონ აი ამ სააკაშვილის მომხრების აი წყავწყავი, აი 5000 ლარას რატო გვაჯარიმებენ? ესე ქვეყანას ანგრევდნენ, წვავდნენ და 5000 ლარის ჯარიმა უყვირდა თვითონ ეხლა გამოვიდნენ იმ დღეს ეს ტვპ მოიტაცეს ჟურნალისტიო კაცო დააკავა პოლიციამ წაიყვანა რა შუაშია მოტაცება და მოტაცება გვახსოვს როიშავაძის თეთრაძის და უამრავი ადამიანის გირგვლიანი მოტაცება აი სასწაული ესე თურმე ადამიანს რო წაიყვანს პოლიციას მოტაცება და თან ეუბნება რომ პოლიციელი ვარ ხესმიშლითო პირდაპირ ეუბნება დამკავებელი რომ პოლიციელი ვარ და ხესმიშლით საგამოძე მოქმედებს ჩატარებაში სამსახურო მოვალეობის შესრულებაში და მაინც ეუბნებიან რომ რატო იწაცებთ ანუ არ ხართ პოლიციელი და მსგავსად არა და სახესაჩენენ და ეუბნებიან რომ ხელს გვიშლით ამიტომ სპეციალურად ხდება ამ ყველაფრის მარგინალიზაცია რომ თითქოს და რაღაცა მართლაც და შავფორმიანები, შავრაზმიანები დარბიან ჩვენს ქვეყანაში და ეს ადამიანები ხალხს იტაცებენ. ეს ნამდვილად არ არის. შემდეგ ხო ყველამ ვიხილეთ რომ ეს ადამიანი რომელიც დააკავეს აღმოჩნდა პოლიციაში და პოლიციაში კონკრეტულად აღმოჩნდა სამართალ დამრღვევად ესე ვთქვათ ჯერ სასამართლო არ ქონია, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში პოლიცია თვლის რომ იგი არის სამართალ დამრღვევი. სასამართლოს რაც ჩათვლის ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია რომ იგი მისი შეჩერება და მისი დაკავება მოხდა როგორც სამართალ დარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით. ანუ ყველანაირად აი ამ კოდექსის ჩარჩოებში. აქედან გამომდინარე დანარჩენი ეს ყოველივე არის დრამატურგია, რასაც ჩვენ ეს ტელევიზიები გვთავაზობენ და სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე საზოგადოება ხდება ამ ყოველივეს რომ თქვენი ეს რაღაც PR ტექნოლოგიები რომელთაც ცდილობთ რომ გაამძაფროთ და დაამძიმოთ მდგომარეობა არ გამოგდით და ვერც გამოგივათ. თუმცა აქ ძალიან ცუდი ის არის ბატონო ნიკოლოს რომ ხშირ შემთხვევაში
აი, როდესაც უცხოელებთან ხშირად მაქვს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შეხება და ძალიან ბევრს უჩდება განცდა, რომ აქ რაღაცა ცუდი ხდება. და რატო იცით? იმიტომ რომ ეს თვითონ ეს ტელევიზიები და ეს საზოგადოება, რომლებიც აი ესე მსგავსად რაღაცა ადამიანს აკავებენ ადმინისტრაციულად, არც სისხლის სამართლის ყოველი არანაირ და ამას ამძაფრებენ თვითონ რომ შავ რაზმელებმა დააკავეს, უცხოპი გაიტაცეს თან არა თუ დააკავეს. და ამას უცხოელი რომ გადაუთარგმნით, ანუ გადართნა რო ხდება და უშუალოდ ჩამოსვლა უნდა, ინვესტიცია უნდა, ეს ნეგატიურად აისახება. ანუ ეს გამოდის რომ თვითონ ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ და ესენი აკეთებენ ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებს გავენ. ამიტომ ეს ყოველივე უნდა დაფიქრდეთ თქვენ, როდემდე შეიძლება აი 93 დღეო დღეს კიდე რაღაცა აქცია ქონდა და გუშინ მე მაგალითად გამოვიარე რუსთაველზე დაახლოებით აი გულწრფელად ვიძახი რა. დაახლოებით ერთი 20 კაცი იდგა. ერთი იდგა 100 საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ანუ გზას ანუ პოლიცია მეტი იყო. გაცილები, 5 ჯერ მეტი იყო. იმ 20-დან ერთი 5-ია უშიშროება იქნება. ნუ ეხა, ნუ ხო და აქედან გამომდინარე, ანუ და ესენი მე შემდეგ ტელევიზიების მეშვეობით ცდილობენ რომ ეს ფონი შექმნან და აინდო ვისატყუებთ, აი ვისატყუებთ. აი როგორ უნდა მოატყუოთ საზოგადოებაც? აი თქვენივე ტყუილში რო ცხოვრობთ, ვერ ხვდებით? და გამოდით აი ამ ტყუილიდან რა და რეალური პრობლემა ეძებეთ. მარტო ეგ არის პრობლემა, რასაც ეხა თქვენ გაყვირი ხართ აი ამ ოპოზიციური, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური არხებიდან. უამრავი სოციალური საკითხი, სადაც მართლა შეიძლება რომ ესე ვთქვათ, პრობლემა დავინახოთ და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ერთად ვიზრუნოთ. და იზრუნეთ ესეთ საკითხებზე, ხო? დაგვანებეთ თავი, აღარ გვინდა ჩვენი ეს ევროპა და ისა ამერიკა გინდათ და რუსეთი გინდათ. არ არის ეს აქტუალური და ვერც იქნება. და გადადით სოციალურ საკითხებზე მსჯელობაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია მერწმუნეთ. აი მაგალითად უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ წავიდეს უცხოეთში. ამასთან დაკავშირებით გააკეთეთ სიუჟეტები. ბატონო ლექსო, მაგათ არც იმის მორალური უფლება აქვს საერთოდ რამეზე ილაპარაკონ და მე ვფიქრობ რომ აი ეს ადმინისტრაციულები უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის კუთხით. ამაზე თავის გადასმა უკვე აღარ არის, უკვე დავიღალეთ. ადმინისტრაციულით კი არა სისხლის კუთხით უნდა დაისაჯონ ესენი და ამათ არც სოციალურ თემაზე აქვს ლაპარაკის უფლება და ლაპარაკის უფლება და ის ნათქვამი როა ისაო ჩემი წყალი გადმოგსხმოდეთო. მე თავარი არხის წყალი გადმოსხმოდეს ფორმულას და TV პირველს რა. ერთიც ნაკლები გველი ყავს საქართველოს. აი ეხლა რო გადართავთ თავარ არხზე გადართეთ აბა ერთი და ნახეთ რომ იმას რო დაინახავთ რა ქვია გამორთული რო არის. აი მე მაქვს ინფორმაცია რომ ფორმულაც მალე გამოირთვება და ვისურვებდი რომ აი ეს წყალიც გადასხმოდეს TV პირველს რომ დაგვასვენონ. აი დამერწმუნეთ ესენი რომ გამოირთვება ხალხსაც ნერვები დაუმშვიდდება. და ეს გიჟებიც რომ დარბიან იქ რუსთაველზე, ეს რატო დარბიან? იმ კამერების გამო დარბიან, რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ და მე რომ არავინ არ გააშუქებს, მე ჩაიკეტეთ იქ Facebook-ზე და აი ბაია პატარაიებმა და იმებმა ერთად დახუჭობა და ითამაშეთ რა. თქვენი ადგილი ეგ არის რა. თქვენ ახართ რეებს აკეთებენ, ეხლა ბიძინა კუბოშიო და რაღაცა დახუჭობანა, რეზინებანა, რაღაცა ძინგლი ჩხიბავები და მაიმუნობა. სისო ეს ავადმყოფები არიან. ესე იგი ჩარჩნენ იმ ასაკში რა მე მგონი რაღაცა განუვითარებლობის რაღაცა ელემენტები არის არ ვიცი ასწაულია თუ შეიძლება 2 წუთი დიახ მე ბატონო ნიკოლოზ და ბატონო ლექსო იცით თქვენ ალბათ და ძვირფასმა მაყურებელმაც რაც მე მიტინგები ჩამიტარებია და მონაწილე ყოფილვარ ჩხიბავს როგორ მოვიყვანდით იქ არ ვიცი ხალხი გაიქცეოდა დაიშლებოდნენ იქ რომ ჩხიბავები მოგვეყვანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ კითხავი და ჩხიბავი მოგვეყვანა მე არ ვიცი აი ახლა ცოტა ხნის წინ ძვირფასო მაყურებლებო ჩვენს და თქვენს უყურეთ სააკაშვილის ჩართვას ძალიან მაინტერესებს ქართულად ალაპარაკებულა მიშა ეს არისო ცოტა ხნის წინ რო იძახდა რომ მე უკრაინელი ვარო ქართული დამავიწყდა და თარჯიმანი მომიყვანეთო შენ არიყავი მიშა და მეორე ეხლა რომ რეზოლუცია მიიღო ძვირფასმა ევროპარლამენტარმა 400 კაცი რო ხმას აძლევს ამ რეზოლუციას და იქ წერია რომ სააკაშვილი ცუდად არისო და სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანეთო მე ხელისუფლებას მიმართავ გადაუგზავნეთ ეს კადრები უცხოეთში იმ ევროპარლამენტარებს გადაუგზავნეთ და კითხეთ ერთი რა ეთყობა სააკაშვილს ავადმყოფობის საერთოდ და რატოა საავადმყოფოში ეგეთ საკითხავია რა
გეთახმებით ჩვენთვის გაყვით რომ ამოიწურა ძვირფასტოელებ მაყურებლებო მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი სამართლის ექსპერტი ბატონი ალექსანდრე კობაიძე ადვოკატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და დიდი მადლობა მეგობრებო მე ამით დაგემშვიდობებით სტუმრებთან ერთად ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ვსანდებოდეთ